მე ვაგრძელებ vlogების გადაღებას, რა თქმა უნდა და ეხლა მინდა განახოთ რა ჩამოვიდა ბოქსიჩარმიდან და ამ წლისთვის ალბათ ჩემი ბოლო ბოქსიჩარმი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც დამიგროვდა. ჩემი აზრით, ზოგადად, ვისაც გიყვართ კოსმეტიკა და ესეთი თავისმოვლის საშუალებები, სკინკეარი და ასე შემდეგ, ძალიან კარგი გამოსავალია ბოქსიჩარმის გამოწერა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კაი რაღაცები ჩამოდის. $34 ჩდება ექსტრა ბოქსი და ჩამოდის 5 full size პროდუქტი და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ. იგივეს ვერ ვიტყვი იფსი ორიგინალზე, სადაც აი ბაჭაპუჭა რაღაცები ჩამოდის და ძალიან უნდა გიმართლოს, რომ მოგეწონოს ან პროდუქტი ან ზომა. მოდი ახლა განვიხილოთ აი ეს ბოქსი, რომელიც დიდი ხანია მიდევს და რაღაცები უკვე დავტესტე. და მოდი პირველი იყოს აი ეს დუო ფანქრების ტუჩის კონტურების, რომელზეც გავგიჟდი ხალხო და გადავირიე. ესეთი მდგრადი ცხოვრებაში არაფერი არ მქონია. როცა ტუჩს აცხებს ეხება საქმე, ტუჩის კონტურებს სიმდგრადით შერჩევა იმის თუ რამდენად კარგია, მგონი ძალიან ადეკვატურია. ეს არის ესეთი ყავისფერი, ძალიან ლამაზი ფერი, მოხორცისფრო, რომელიც ასევე ძალიან ლამაზია. მოიცა უნდა განახოთ. ეხლა წავისვე. ეხლა მეორესაც წავისმევ და უბრალოდ განახებთ, რომ აი არსად არ მიდის, ანუ არ შორდება. ბრენდი არის Toy Factory. არ ვიცი პირველად მესმის ეს ბრენდი და ეხლა ვნახოთ აქ რა ხდება. ანუ არ იწვრის. აი მართლა არ იწვრის. შემდეგი, რაზეც ასევე გავგიჟდი და გადავირიე, იყო აი ესეთი მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთი, რომელიც ძალიან კარგად ადნობს მაკიაჟს. ერთხელის მოსმით. ასევე აი ამ დაკრულ წამწამებსაც ძალიან მარტივად უმკლავდება. სუნი აქვს სასწაული ხალხო. აი ეს სამი პროდუქტი კი არც ერთი არ დამიტესტავს. რაღაცები მე თვითონ ავირჩიე, ზუსტად არ მახსოვს რომლები ავირჩიე. მაგრამ ხო, ძირითადად სკინკეარზე გავაკეთე აქცენტი. ეს არის სერუმი Age Defining Eye Serum. ვეგანური პრობიოტიკებით და პეპტიდებით არის. ჯერჯერობით არ დამიტესტავს და არ ვიცი. Lily Fan არის ბრენდი. Beauty Sleep Serumი, რომელიც ასევე არ დამიტესტავს ჯერ და არ ვიცი როგორია. ამბობს, რომ წვრილნაოჭებს ასწორებს, ასევე ფორებს აპატარავებს, ძალიან კარგია ასაკობრივი სფოთებისთვის და რაღაც ერთ ფერში მოყავს კანი. საინტერესო არის იზავს. შემადგენლობაში აქვს გლიკოლის მჟავა, სალიცილის მჟავა და L-ასკორბინ მჟავა. მგონი ძალიან კაი შემადგენლობა აქვს და ძალიან კარგი უნდა იყოს. Sculpt Bronzer Duo. ესეც არ გამომიყენებია. ერთი არის ჰაილაიტერი და მეორეში არის ბრონზერი და კარგია რომ აქვს თავის სარკეთს. მე უბრალოდ აი ამ კოსმეტიკას და სკინკეარს უბრალოდ კარადაში ვინახავ და რაიმე სპეციფიური შენახვა ხო არ ჭირდება, ან მაცივარი, ან რაიმე, არ ვიცი, უბრალოდ სიბნელეში მიდევს. გითხრათ რომ ახლა ჩემს გარდერობში ძალიან სიგრილია თქო მოგატყუებთ და რამეს არასწორად ხო არ ვშვები და ყველაფერი ხო არ გამიფუჭდება. თუ იმე მიწით დამიწერეთ. უი მართლა ვარჯიშობ უკვე თვენახევარია და უკვე რაღაცები მეტყობა და ძალიან ბედნიერი ვარ, აი ძალიან მიხარია. ყვება მაქვს ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე საუკეთესო ვერსია, რაც კი აქამდე მქონია კვების, იმიტომ რომ ცილაზე ვარ ორიენტირებული და თან ძალიან კაი აპლიკაციას მივაგენი, სხვათა შორის ქართულია და თუ და გაინტერესებთ კი არა და ამოვაგდებ რატომაც არა იყოს რეკლამა, უფასო რეკლამა, ფასიანი რეკლამა არ არის, უბრალოდ მართლა ძალიან გამიმარტივა ყოველდღიურობა და რა ვიცი, გიორგის კი მაგ აპლიკაციაზე გადავიყვანე და აგე უკვე 8 კილო დაიკლო ერთ თვეში
თვენახევარში, როცა მანამდე 5 თვე უბრალოდ 1 კილოს ეჯაჯგურებოდა და ეგონა რომ იკლებდა, მაგრამ არ დაუკლე და ერთ თვეში დაიკლო ხალხო 7 თუ 8 კილო და ანუ მეც ძალიან ბედნიერი ვარ და ისიც და ან თავიდან ბოლომდე ამ აპლიკაციის დამსახურება არის და ხო და კიდე რომ მიწერთ რომ მისეს ცვალდეთ ყავი ხარ შენ დაკლება რაღაც გინდა ჭამე გოგო და ასე შემდეგ ძალიან გთხოვთ ესეთ რაღაცებს ნომიწერთ იმიტომ რომ ეს არის ჩემი პირადი არჩევანი მე მინდა ძვალიდად ყავი მიქნები მინდა ქონი და ხორცი ვიქნები თუ მინდა უბრალოდ არ ვიქნები თუ მინდა ვიქნები ანუ ეს ინდივიდუალური არჩევანია მე თქვენს არჩევანს პატივს ვცემ ერისა ბერისა წონისა სქესისა თუ ასე შემდეგ ამიტომ ზრდილობა იქონიეთ და წონაზე სხვას ნუ გაუკეთებთ რაღაც მითითებებს და აქცენტებს მაგრამ თავარი რატომაც ვაქცევ ყურადღებას კვებას და ვარჯიშს არის ის რომ დაკლება არ მინდა რეალურად მინდა წონის მატება კუნთის ხარჯზე ამიტომაც ვითვლი ცილებს ნახში წყლებს და ცხიმებს მადლობა სად არის არ არის ოდი ვანახე ვაირანა ბაბოშე ბაბოს გიგაცი Ramacaria Aura Macari velocipedia მოგეწონა როგორ უნდა ჩაი როგორ მიყვარს აქაურობა მართლა კი არა ვერ ვიტან ეხლა მოვედი ემერტე კვლევაზე 1 წლის წინ გავიკეთე თავზე გადავიღე ძალიან ძლიერ თავის ტკივილები მქონდა და 1 წელიწადში მიწევდა ეხლა გამეორებათან ორჯერ გამიმეორდა რაღაც ორკვირიანი შუალედები ჩაკიკი შეტევა ისეთი რომ აი ლამის არ ვიცი მოკვდის ბოლო 3 დღეც საამტკივა თავი და მეშინია ძალიან მეშინია ორი არისო და გამარჯობა ჩაწერილი ვარ კი ესენი მოიხსნა ყოველი ვარიანტისთვის გონია რომ შლის ხელს მაგრამ მაინც რადგან მეტალია შევავსე რაღაც ანკეტა და წესით უკვე შევალ უცან არ მინდა გამოვედი არაფერი არ არის საგხარებული ვარ პრინციპში დიდად არაფერს არ ველოდებოდი მაგრამ მაინც ცოტა მეშინოდა რა და არაფერი არ არისო თავისუფალი ხარ რომ ეხა დისკს ველოდები და წავალ დამშვიდებული სახლში მოგვივიდა ახალი საჩუქარი აივანი გქონდა საერთოდ ცარიელი რა რაღაც ძველი დივანი გვედგა და მოგვიტანეს ახალი დივანი რომელიც ძალიან მომწონს და ეხა განახებთ მეხეთარასი ლამაზია და როგორი ლამაზი ფერია ამას ავაწყობთ ახლა და განახებთ ეს არის ორი დივანი თავის მაგიდით და თავარი დიდი ტახტით ტახტია ხო ქართულად ხო ძალიან მომწონს რომ ეს ფერი შევარჩიეთ და რაღაც ისეთი მოსაწყენი ფერი არ ავარჩიეთ და ახლა განახებთ აი ეს მატერია არის რაღაც წმენდადი მარტივად წმენდადი და ეგ ძალიან გვაწყობს დამის ხელში ძალიან კაია მე მოვედი ჩემს საყვარელ ადგილას ცოტა ჩავარდნა მქონდა რამდენიმე დღე ვერ მოვედი იმიტომ რომ იქ ციკლი იყო იქ რაღაც დასასვენებლად ვაპირებდი წასვლას მაგრამ შეგვეცვალა ცოტა გეგმები ხო და ეხლა ვიწყებთ ისე ვაგრძელებთ ენდოსფეროს და ამჯერად ვამატებთ RF lifting-ს რომელიც არასდროს არ გამიკეთებია და ძალიან მაინტერესებს როგორი შედეგი მექნება გოგოებო ანუ მე ვარჯიშობ თან კვებასაც ვიცავ და თან ამ პროცედურებსაც ვიტარებ და ანუ აშკარად მაქვს შედეგი და ძალიან ბედნიერი ვარ მე გამიგია RF lifting სახეზე რომ მიკეთებენ ასევე ტანზეც გამიგია და ახლა მე პირველად ვიკეთებ და ძალიან მაინტერესებს რა შედეგს მომცემს მეგობრებო აი ამას ხო ხედავთ აი ამაზე გეუბნებით რომ უკვე ხედავ რაღაც ცვლილებებს ანუ ძალიან მიხარია ნახეთ როგორ გამომეკვეთა უკვე ძალიან გაია
ეხლა უნდა დავალაგო აი ეს ბარდაგი. აი აქ რა ხდება. მეზარება. პირველ რიგში გამოვწმინდე ჯერჯერობით ეს თაროები და ეხლა შევუდგეთ გადახარისხებას. ეს არის ძალიან ძველი NYX-ის პალეტი ფერადი, ძალიან ლამაზი ფერებია, პროსტა უნდა გადავაგდო უკვე ძალიან ძველია. იდეალოგებაზე ნახეთ რა მხელა ადგილი გამინთავისუფლდა აქ. აქ არის წამწამების რაღაცები მაქვს. მე ობსესია დამემართა ჩემი წამწამების დაგრძელებაზე და გიჟივით ძივარ ყოველ მე-5 მე-4 დღეს და ვიგრძელებ ისეთ ფორმას, როგორც მე მიხარია. მოკლედ, ესენი აქ გასუფთავდა. აკრეები გვაქვს, აქ ანტისეპტიკური მზის განდამცავი თერმული წყლები, მაგრამ ანუ ნახევარზე მეტი სკინკეარი, მთლიანი სკინკეარი აბაზანაში მაქვს, აქ მხოლოდ მაკიაჟის რაღაცები, აქ არის თვალის ჩრდილები, ეს არის კონსილერები არა, ბიბი კრემები, ბლაშები და კონტურინგები და ამაზე გიჟდები, ძალიან მიყვარს და ესეც ძალიან კარგია. ესენი ყველა ბოქს ჩემს შემომივიდა. აქეთ არის ფხვიერი პროდუქტები, აქეთ ტუჩსაცხები და ტუჩის ფანქრები და ასე შემდეგ, აქ არის კონსილერები, აქ არის თვალის ლაინერები, ფანქრები და ასე შემდეგ, აქ არის ჩემი სათვალები და აქ ჩემი ოსმოს რაღაც აქსესუარები. ეხლა დავალაგოთ ეს. და დავალაგების დროს ეს გადამივარდა, ძალიან მიყვარდა ეს, ნახეთ რა ლამაზი ჩაფუთვა. გადამივარდა და სულ ჩაიფშუნა. მარტო ეს ფერი არის მყარი და ამ ფერის გამო არ შევინახავ, ისედაც ნერვებს მიშლის ხოლმე, როცა ძალიან ის არის რა ჩაფშვნილ ერთი ფერი თუ გაფუჭდება, მე რაღაცნაირად ძალიან ნერვებს მიშლის ხოლმე ეგ პალიტრები და მყრი ხოლმე თუ ძალიან არ დამენანა. ეხლა მოვედით მთაწმინდის პარკში და 1 საათია საცობში ვდგავართ, რომ შევიდეთ. და მე უნდა ვაკატაოთ, რაზე გინდათ და რო გაკატაოთ? რაზე გინდა რო იკატო? არ ვიცი. აუ ხმარანაირი ხმა გამიხდა. ამებოღდა. რაღაცნაირი ხმა გაგვდე და შვილს. მოგაცებულები ვართ და რაღაცა გათიშული ვარ მეც. და მე გამოიძინა გზაში. რამდენი რაღაც დაუმატებიათ? აი ეს უკან ფუდკორტი. ადრე არ მახსოვს თუ იყო. ამაზე გინდა? ხავსი გიჟებს ამაზე მინდა რომ დავჯდე და ამაზე მე ვხდები ცუდად. ამაზე ვერ დაეტევი, მამა. ნამდვილად გინდა? არა, დე, შეხედე. მოგწონს? იკმინება. მე წამოდი ჩვენ აქედან გავუვარო და ესე უქნათ. წამო, ნუ გეშინია და ესენი ვერ გიკვენენ. ახე როგორ ეშინია მამა ჩემი, მამეც. მამა რისი გეშინია ამას, მამა. ეს ცუდი დინოზავია. აგე, მაგის ძმა იქით. ნახე რეები აქ. ვაიმე რა ლამაზია. ნახე კვერცხებს ვთქილდება. ვაიმე შეხედე. შეხედე კვერცხებს. კვერცხები ყავს. ოი. არ მომპაროთო ესე იძახის იმან კვერცხები გთხოვ, თუ პატარები უნდა გამოვჩეკო. აუ, მაგრა შეშინდა. გონი ჯერ ძალიან პატარა იყო აქ შემოსაყვანა. ხელს არ მიშვებს. საიდგინა მითხარი? ნუ გესმინა მე აგიყვანო კისერზე. მოდი. მიდი აიყვან. მოდი ჩემთან ერთად ვიყავი მამა შენ ნუ გეშინია. აბა დავждეთ. ერთი ვინ მოგვერევა. წამოდი. ვარ თქო დაუყვირე მამა. თავს მოგაჭამთ თქო დაუყვირე? მოგაჭამ. ჭარკი? აბა რა.
დაიწყო. მერე მოდი. მოცულობ, რომ აი ეს არ დაინახოს, აქ არის აუზი, სადაც ბავშვები ბანაობენ. ეს თუ დაინახა დაგვერხა. ეხა მოინდომა გორკებზე დაჯდო, მაგრამ ცოტა მეშინია რომ არ შეეშინდეს. ჩემი აზრით შეეშინდება. გადაწყვიტა რომ გორკებზე უნდა დაჯდეს. მამასთან ერთად. ავიდა! ავიდა! ეხა მოვედით ნაყინის საჭმელად. მე და გიორგი დიეტაზე ვართ. არ ჭამ. გაუწმინდეთ და მის. აუ, ამ ბოლო დროს დაეწყო რაღაც ციკები, სისუფთავეს. აგასაც გავწმინდავ, შენ ჭამე, აი, ამას მე გავწმინდავ. всё. აია. გებრიელია? აი. ო, ჭამე. ეხლა მოვედი ფრჩხილები გავიკეთე. ესე და ყმაყოფილი არ ვარ, რაღაცნაირად მგონია რომ ფრენჩი ჩემი არ არის, მაგრამ არა უშავს საფხულისთვის გამოდგება და რაღაცები ვიყიდე, რაც მჭირდებოდა. გიждები ამის შეფუთვაზე. ნახეთ რა საყვარელია. მინდოდა ამის თმის ნიყაბი, მაგრამ არ ქონდათ და ძალიან საყვარელი შეფუთვა არის. ეს არის თმის სპრეი, დამარბილებელი და ისეთი ფსინვარების მისაცემი. რეფის თერმოდამცავი ვიყიდე. ამასაც დავტესტავ და ვნახავ როგორი იქნება. 2 ცალი იყო დარჩენილი და წამოვიღე კატრისის წამწამების წებო და არ დაიტაცოთ ახლა, იმიტომ რომ ძლივს ვშოულობ ხოლმე აქ ამ ვლოგს დავასრულებ. ახლა დავამონტაჟებ ამ ყველაფერს და დაგიბრუნდებით უკვე ბაკურიანიდან და ზღვიდან. ოღონდ ზღვაზე ჯერ არ ვიცი ზუსტად მივდივართ თუ არა, ან სად მივდივართ, ეგეც არ ვიცი.